დღე მე-3 წავედით რაღაც საქმეებზე, სამშენებლო რაღაცები უნდა ვიყიდოთ. ალექსი დღეს ამ მანქანით არის წარმოდგენილი. რამდენი ხანია მექანიკა არ უტარებია და დავიწყდა მგონი ტარება. შვენიერი. მანე ყველაფერი კარგად ჩაეტია. ალექსი ყველგან მიდის GPS-ით. ამის გარეშე ვერ მოძრაობს თბილისში. და ეხლა მივდივართ 4 წუთის გზაზე აქ ყოფილა ლილს და მანდ უნდა ავარჩიოთ ფარდები. მოდით შპალერის ასარჩევად. ფეხზე დიდი ხანი ვერ ვდგებით, გადაჩავალები ვართ და სადაც სკამს სავარძელს დავინახავთ, ყველგან ჩამოვჯდებით, ხო? ეს ყველაფერი ვარაუდზე ავიღეთ. იატაკის რაღაცებით შპალერის და ფარდაც. იმედია რომ კონტრასტში ჩაჯდება და ლამაზი გამოვა საბოლოო ჯამში. მოვიდა ალექსი და გადავიდა მაგალითად მანქანაში. წეგან პარკინგი არ იყო ესა და ეხლა აქეთ გათავისუფლდა ადგილები და თქვენ დამელოდეთ და მე მოვიყავ მანქანაში. კარფურში ვიყავით ეხლა შესულები და ძალიან საყვარელმა გამოწერებმა ესეთი 2 ცალი ბლინი გვაჩუქეს. ძალიან დიდი მადლობა და არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად. ისეთ საყვარელი გოგოები იყვნენ. შოკირებული ვარ, ამას მართლა არ ველოდი. თან ძალიან გვიყვარს ეს კარფურის ბლინები და სულმოს ჭამნით ხოლმე შეყვარებულები როცა ვიყავით და ეხლა რომ დავინახე თან კორპუსის ქვემოთ არის და ისე გაგვეხარდა მეთქი ხოლ ჩავიდეთ და ვჭამოთ ხო და ესე სიურპრიზად მოგვიტანეს დღეს და ძალიან გაგვახარეს. თბილისისთვის უნდა ვიყიდოთ კარადა. ყველაფერი მაგ ჯერ კიდევ ჩემოდანში მეგონი მე-5 დღეა დღეს და ვერაფერი ვერ ამოვალაგე და რაღაცა უნდა ავარჩიოთ, არ ვიცი სად მოვედით ისიც. ონლაინ ვეძებდი და ვერ ვიპოვე ვერაფერი და მე ეს აქ მოვედით და ამათ არ ქონდათ მე მგონი ონლაინ მაღაზია და აკაი რაღაცები ჩანს აქ. ალექს ესეთი კარადა არ მოგწონს? ალექსისთვის ავიღეთ ესეთი სკამი. ეს საკაი კარადა. პატარა საყვარლობა კარადა და დღეს არ გამოგვატანეს. იყო მარაგში, მაგრამ დღეს არ ხდება მიტანო თუ თქვენ თვითონ წაიღებთ, შეგიძლიათო, მაგრამ ხვალ მოგიტანენ სახლშიო და მიტანის სერვისის უფასო დააქვთ. ძალიან რაღაც კარგი ფერი ავარჩიეთ, მე მგონი და იმედია ოთახს მოუხდებათ და თან იმ კუთხეში დაეტევა, სადაც მე ვფიქრობ. და კიდევ ალექს მეიყიდა ესეთი სკამი გეიმინგ სავარძელი. ველოდებით შაურმი შეკვეთას. ალექსი სამწუხაროდ ვერ ჭამს შაურმას, არ უნდა ღორის ხორცს არ ჭამო იძახის და მწვა დაობას რო ვაპირებთ, მაშინ რას ისამს არ ვიცი. ეს რომელი შაურმა არის? მე მგონი მაგ შაურმის კონკურენტი არის, მაგ შაურმა ეწერა. ხომი მაგარია ხო? არა, არ მომეწონა. ესეც ასე, კულერიც თუ რა არის, ეს გამაგრილებელიც აიღო. როგორც იქნა მოვიცალე, ხო? ჩვენი საქმისთვის, ჩემი საქმისთვის. წავიდეთ ხა სახლში. აქ ვიცნეს წეღა. მე ვსწრებს რომ ხსნა ისინი ამერიკაში იყო ტრეილერში. მოკლედ ვარგეთილში მაგარი საცობები არის რა. აუსო მანქანა. სადნა დატიო ეხლა ეს? მე მგონი ის კამი უნდა. ეს კამი შენ დაავი ასე? რაღა დავა, ის დავას. ამას რას უზავ? ეს კამი უნდა მოხსნა და აქ დადო მე მგონი ესა რა. კაი იყოს ესე დროებით და მე რაღაც ქენ. დაწავა კაი გააჩერებს და იყოს ესე? კაი. 5 დღე არაც უკვე აქ ვარ და პირველად უნდა ვჭამოთ ხინკალი. არ მეგონა რომ ამდენი ხანი არ შევჭამდით. ვერ მოვახერხებდით უფრო სწორად. აი მე რა სუნი აქვს. აბა, როგორია? ამერიკაში რო ვიყავი, რაღაც ვიდეო დავდე გაფუებულ თმაზე, რო ვივარცხნე, საშილად მიფუდება და ძნელი მოსავლელია, მოკლედ ჩემი თმა ამ თავისი სტრუქტურის გამო. მე მგონი ხოვლისკენ მიდრეკილი არის, მაგრამ რაღაცნაირი არის, რა ვიცი, თუ კარგად არ მოურიე, თუ კარგად არ მოუარე, ხოვლებიც არ ეთყობა ნორმალურად და გაწეწილი არის და TikTok-ზე ვიდეოს ატვირთვის შემდეგ ბერბერის აკადემიიდან დამიკავშირდნენ და დღეს მივდივარ, რომ პროცედურა ჩავიტარო. ვნახოთ როგორი დავუბრუნდები. სარამ, ესეც საბოლოო შედეგი აი ულამაზესი ერთმა კადრებს შევსო, ისე კარგად იმუშავეს და თან სკალპი ცოტა დაზიანებული მაქვს. ბევრი ფაქტორი შეიძლება ამის იყოს, რომ სტრესიც მოქმედებს, წყალიც, ბევრ წყალს თუ არ იღებ ეგეც და მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზის გამო შეიძლება სკალპი დაზიანდეს და
ცოტა სამკურნალო აქვს კალპით, დანარჩენი თმა იმდენად დაზიანებული არ ყოფილა მე როგორც მეგონა და კარგი თვითონ ძალიან მოეწონა ჩემი თმის ფერი და მეც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი წამოვედი სერვისით. თან საჩქარიც მომცეს, ესეც სამსაყვარლები იყვნენ ყველანი და უზომოდ ბედნიერი ვარ. ეს ნახეთ, მე ვირო არ გამიყოს ალექს მაგისტრის არის. რაღაცა ბოლო ჭამიები საწინააღმდეგო არისო, ეს ძალიან მჭირდებოდა და ძალიან დიდი მადლობა. მოვედით დომინოში, ძალიან ცოტა რაღაც დაგვრჩა სარემონტო მასალიდან საყიდი და აქ ავარჩევთ რაც დაგვრჩა მაგას. ამერე წავალთ რაჭაში და შევდგებით სამუშაოებს. ესეთი გვინდა, მაგრამ სისქერო არ უცეთ. ეს კარგი არის? 6 მმ-იანი. კონი კარგი ზომა არის, ხო? მაგრამ მანქანაში ჩაგვეტევა? ფუ, ბიჭო. ფუ, გადამაყლაპა ხის მტვერი. წეგან ალექსი აიჭრა ნერვებს და დომინოში ვიყავით, ნახავდით ალბათ ვიდეოდან და უბრალოდ ცოტა რაღაცა ტიპის ჩაის დატოვება უნდა და თანამშრომლებისთვის ვინც ამ რაღაცების ჩალაგებაში დაეხმარა ალექს და ნუ ვინც ამერიკიდან და საზღვარგარეთიდან მიყურებთ, ალბათ მიხვდებით, რომ ესეთ მომსახურების სერვისებში ყველას უტოვებენ ტიპს. ხელა ანაზღაურება საათში მოჭრილად ესეც სამსახურებში არ არის, რომ ყველაფრისთვის ეყოს ადამიანი. ამერიკაში რა გადასახადებიცა, მას ფულის ხო. ნუ მოკლედ რაც რჩება ფული და რითიც მოგებარჩება ადამიანს, არის ეს დანაზოგი, რასაც უტოვებენ მომხმარებლები. და არ დაატოვებინეს აქ თურმე ჯარი, ანუ არ შეიძლება კამერები გვიყურებს და არა, მართლა არ ველოდი რა. რა შევდება ახლა ამითი? კომპანია რატო ზარალდება მაგალითად თუ მოვიდა მომხმარებელი და თავის სურვილით თანხის დატოვება მოიფიქრა თანამშრომლებისთვის. დღეს გამოვყევი ალექს ვულკანიზაციაში. მანქანაში ვარ და აქვე უცვლიან საბურავებს. ის ადგილას ვართ. და გვიცნეს რომ დღეს რამდენიმე ადგილას ვიყავით და რაც შევიდა ალექსი ყოველდღე ცნეს და აქაც ცოტა ფასტეკლებას გვიკეთებენ, რადგან გვიცნეს. მამაზია შეგნიდან.